ამერიკის შეერთებული შტატები პლანეტის ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა, რომელსაც უდიდესი ეკონომიკა, უმძლავრესი შეიარაღება და ზეგანვითარებული ფინანსური სისტემა გამოარჩევს. ყველაფრის მიუხედავად, ამერიკას ერთი დიდი პრობლემა აქვს და ეს მისი ეროვნული ვალის მოცულობას უკავშირდება. ამჟამინდელი მდგომარეობით, ამერიკას საერთაშორისო ინვესტორების და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე 36 ტრილიონ 711 მილიარდი დოლარის ღირებულების ვალი მართებს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 123%-ის ტოლია და მსოფლიოში დაფიქსირებულ ანტირეკორდს წარმოადგენს. ცხადია, ასეთი კოლოსალური მოცულობის ვალი ამერიკის მთავრობას ერთ დღეში არ დაუგროვებია და ის მრავალწლიანი აქტივობის შედეგია. როგორც წესი, ამერიკის მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტით მუშაობს, ანუ მთავრობა ყოველწლიურად იმაზე მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე შეულობს. დანაკლისი კი, როგორც წესი, საგარეო ვალით ივსება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი მოსახლეობა აწმყოს მომავლით აფინანსებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყანაში ცხოვრების დონეს, თუმცა გრძელვადიანი განვითარებისათვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან ამ ვალის მომსახურებისთვის მთავრობას ყოველწლიურად დაახლოებით ტრილიონი დოლარის მოცულობის საპროცენტო სარგებლის გადახდა უწევს, რაც ქვეყნების უმეტესობის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომას აღემატება. ტრილიონობით დოლარის მოცულობის ვალს, როგორც წესი, ამერიკის მთავრობა ობლიგაციების გამოშვებით იღებს. სახაზინო ობლიგაცია არის სავალო ტიპის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც მთავრობა ფულადი სახსრების მოსაზიდად იყენებს. ობლიგაციების გამოშვებით მთავრობა ინვესტორების წინაშე იღებს ვალდებულებას, რომ წინასწარ განსაზღვრული პერიოდის გასვლის შემდეგ ის ძირთანხას უკან სრულად დააბრუნებს და ობლიგაციების შემსყიდველებს საპროცენტო სარგებელსაც გადაუხდის. სახაზინო ობლიგაციის შეძენით ინვესტორი ხდება ერთგვარი კრედიტორი, ამერიკის მთავრობა კი მისი მოვალე. ინვესტორები სახაზინო ობლიგაციებს უაღრესად დაბალ რისკიან საინვესტიციო აქტივებად მიიჩნევენ, რადგან თავისი არსებობის ისტორიაში ამერიკას ობლიგაციებზე დეფოლტი არასოდეს განუცდია და იმის თეორიული შანსი, რომ უახლოეს განჭვრეტად მომავალში ამერიკის მთავრობა ჩამოიშლება, თითქმის ნულის ტოლია. ობლიგაციების ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ინვესტორთათვის, რომელთაც თანხის დაბანდება შედარებით მოკლევადით სურთ და მათთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას და პროგნოზირებადობას. როგორც წესი, ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებზე მოთხოვნა მაშინ იზრდება, როდესაც ბაზარზე გაურკვევლობაა, რისკის დონე მაღალია და საფონდო ბირჟა დაღმასვლისაკენ არის მიმართული. როგორც წესი, ასე დროს ინვესტორები თანხის დასაბანდებლად სტაბილურ დაბალ რისკიან აქტივებს ირჩევენ, ანუ ობლიგაციებს. ამერიკულ ობლიგაციებს ყველაზე დიდი რაოდენობით სხვა სახელმწიფოების მთავრობები, საინვესტიციო ორგანიზაციები, საპენსიო ფონდები, მსხვილი ბანკები და კერძო ინვესტორები ფლობენ. ყველაზე დიდი მოცულობის ვალი ამერიკას იაპონიის მიმართ აქვს, რომელიც დაახლოებით 1,1 ტრილიონი დოლარის მოცულობის ამერიკულ ობლიგაციებს ფლობს. ამ მოცემულობას ის განაპირობებს, რომ ამერიკასა და იაპონიას შორის მრავალწლიანი მჭიდრო ეკონომიკური კავშირი არსებობს, ამიტომ მთავრობებს შორის ნდობის დონე მაღალია. იაპონიაში დაგროვილი ჭარბი ფინანსური რესურსები კი როგორც წესი ამერიკულ ობლიგაციებში ინვესტირდება, რაც ორივე ქვეყანას განვითარების საშუალებას აძლევს. ამერიკული ობლიგაციების უმსხვილეს დამფინანსებელთა შორის მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს, რომელიც დაახლოებით 760 მილიარდი დოლარის ობლიგაციებს ფლობს. ამ შემთხვევაში ძირითადი ახსნა სავაჭრო ურთიერთობას უკავშირდება, რადგან ჩინეთი ამერიკაში დიდი რაოდენობით პროდუქტებს ყიდის, მიღებულ დოლარს კი ის სახაზინო ობლიგაციებში აბანდებს. მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა, რომელიც 723 მილიარდის ამერიკულ ობლიგაციებს ფლობს. აქ გასათვალისწინებელი ისაა, რომ ლონდონი გლობალური ფინანსური ცენტრია, ამიტომ ბრიტანეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების დიდი ნაწილი საერთაშორისო ინვესტორებზე მოდის. ხუთეულში ასევე შევხვდებით ლუქსემბურგსა და კაიმანის კუნძულებს, თუმცა მანზე საუბარს დიდად აზრი არ აქვს, რადგან ზემოხსენებული სახელმწიფოები ოფშორული ზონების ფუნქციას ასრულებენ, ანუ არა უშუალოდ ადგილობრივ მოსახლეობას და მთავრობას, არამედ გლობალურ ინვესტორებს წარმოადგენენ. საერთო ჯამში თუ კი ობლიგაციების გეოგრაფიულ გადანაწილებას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ამერიკას თითქმის მთელი მსოფლიოს წინაშე აქვს ვალდებულებები. თავად ამ ვალის მოცულობა კი ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება, რაც ეკონომისტებს განსაკუთრებით აშფოთებთ, რადგან აწმყოს მომავლით დაფინანსება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და ერთ დროს ვაშინგტონს აუცილებლად მოუწევს ქამრების შემოჭერა, რაც დიდი ალბათობით გლობალურ საფინანსო სისტემაში მკვეთრ ცვლილებებს გამოიწვევს.